თითქოს და კიდევ რა უნდა ყოფილიყო ახალგახსნილ სასტუმრო ტელეგრაფში. დახვეწილი ინტერიერი, ულამაზესი ხედები, არაჩვეულებრივი ნომრები და ერთმანეთზე უკეთესი კაფე-რესტორნები. მაგრამ თურმე სასტუმრო სტუმრებს კიდევ ახალი გამოცდილება ელოდათ: ჯაზი, როკი და იტალიური გემოები. ხუთვარსკვლავიან სასტუმროს კიდევ სამი ახალი სივრცე დაემატა: ჯაზ-კლუბი თათუზა, რომელიც ლეგენდარული ქართველი მუსიკოსის სახელობისაა, რეგიონში პირველი Rolling Stones-ის ბრენდის ბარი და ახალი იტალიური რესტორანი ფილოსოფიკო. ამ სივრცეების გახსნის ცერემონია სექტემბრის შუა დღეებში გაიმართა და სანამ ეს ცერემონია დაიწყებოდა, დიდ სასტუმრო დარბაზში კლასიკური მუსიკის ხმები გაისმა. მსოფლიოში სახელგანთქმული იერუსალიმის კვარტეტი სტუმრებისთვის საგანგებო კონცერტს ატარებდა და იღვრებოდა სასტუმროს სივრცეებსა და მწვანე გასასვლელებში ჰაიდნის, დებიუსის, შოსტაკოვიჩისა და ბეთჰოვენის უკვდავი მელოდიები. ასე დაიწყო ეს საღამო. ეს კი თათუზა ჯაზ კლუბია, ლეგენდარული ქართველი ჯაზმენის თამაზ ყურაშვილის სახელობის ჯაზ კლუბი. გახსნის დღეს ეს სცენა სტენლი კლარკმა, ბექა გოჩიაშვილმა და დენის ჩემბერსმა დაიკავეს. თამაზ ყურაშვილის შვილი და შვილიშვილი იმ დღეს ლეგენდარულ თათუზაზე ლაპარაკობდნენ მისსავე სახელობის კლუბში. და მათგან რა უნდა მოგესმინა იმ დღეს? რა თქმა უნდა, მხოლოდ მადლობა. ეს არ არის ერთი დღე, დღევანდელი დღე, ეს ეფუძნება ძალიან დიდ ისტორიას, ძალიან დიდ ესე რომ ვთქვათ, შთამომავლობას. ეს არის თათუზას დატოვებული ისტორია, თათუზას დატოვებული მეგობრობა, თათუზას დატოვებული მუსიკა და ის სფერო, რასაც ჯაზი ემსახურება რა. მინდა რომ თათუზას სახელი დარჩეს და დარჩა დღევანდელი დღიდან. დიდი მადლობა ისევ და ისევ ბატონ გიორგი რამიშვილს. დიდი მადლობა მესოურებს კლუბის. თათუზას ისტორია და თათუზას მოღვაწეობა ჯაზის სფეროში ძალიან ღრმა არის და ძალიან, ასე ვთქვათ, ისტორიული და ამ ისტორიას კიდევ თათუზას ჯაზ კლუბი გააგრძელებს სამომავლოდ. ისტორიული კონცერტი არის და ეს დარჩება ისტორიაში შეშვენი კლუბი. თათუზა კლუბი დაიწყო სტენლი კლარკმა, ბექამ და დენის ჩემბერსმა და გადასარევი კონცერტია. საუკეთესო პუბლიკა იყო, ძალიან კარგი, მაგარი აკუსტიკა და საერთოდ ატმოსფერო ძალიან კარგია და რა ვიცი, ამ ხალხს ჩვენ არ გქონდა ესეთი კლუბი, ჯაზ კლუბი, დიდი ხანია და უკვე აი ლაივ მუსიკა უკვე იქნება ყოველდღიურად და აი დაიწყო ესეთი მაგარი კონცერტი და ესე გაგრძელდება. ამიერიდან სტუმრებისთვის უკვე ღიაა იტალიური რესტორანი ფილოსოფიკო. ამ მრავალმხრივ საინტერესო ადგილის სახელმა სტუმართა შორის ინტერესი გამოიწვია, მაგრამ ყველაფერი ნათელი გახდა Silk Road ჯგუფის დამფუძნებლის გიორგი რამიშვილის სიტყვების შემდეგ. ჩვენ ასევე დავასრულეთ იტალიური რესტორანიც. იქ მერაბ მამარდაშვილის ძეგლი დგას, ძალიან ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის ძეგლი. ამიტომაც ამ რესტორანს ფილოსოფიკო დავარქვით. საოცარი დამთხოვაა, რომ დღეს მერაბ მამარდაშვილის დაბადების დღეა. იგი 95 წლის გახდებოდა. მერაბ მამარდაშვილის ძეგლი რუსთაველის გამზირზე 2001 წლის 26 მაისს გაიხსნა. ეს ადგილი ძეგლის ავტორმა ერნსტ ნეიზვესტნიმ თავად შეარჩია. რესტორანმა უკვე მიიღო პირველი სტუმრები, ხოლო ნამდვილი იტალიური გემოები რესტორნის შეფმა პაოლო ამადორიმ შექმნა თბილისისთვის. უკვე გაიხსნა Rolling Stone Rooftop ბარიც, Rolling Stone-ის ბრენდის პირველი ბარი რეგიონში. სასტუმრო ტელეგრაფის ბოლო სართულზე ახლა ცოცხალი და ხარისხიანი მუსიკა ისმის. ტერასიდან კი თბილისის შესანიშნავი ხედები მოჩანს. პირველ საღამოს Rolling Stone-ის სცენა თავად ბასისტების დედოფლად წოდებულმა ნიკ უესტმა დაიკავა. ასე შეიკრა სასტუმრო ტელეგრაფის ისტორიითა და დღევანდელობით დატვირთული დახვეწილი წრე. ახლა აქ მოსული ყველა სტუმარი იპოვნის ადგილს, სადაც მისთვის განსაკუთრებით საინტერესოსა და ახალს აღმოაჩენს.